ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსკოპთან ინტერვიუში მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ქართული ოცნების პროპაგანდისტულ გზავნილებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა. მეხუთე პრეზიდენტის თქმით, გეოპოლიტიკური ცვლილებები ივანიშვილის ხელისუფლებას მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებს, რადგან დიქტატორული მმართველობების დასრულების ხანა დადგა. ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა ირანში მიმდინარე მოვლენები ახსენა, რომელსაც მისივე თქმით საქართველოზე გავლენა აუცილებლად ექნება. დღეს მსოფლიოში დიქტატორები მიდიან. კი არ მოდიან, მიდიან. რაღაცას თუ გაგახსენებთ. ირანი როცა იყო თავის ცივილიზაციის ფარგლებში და ნამდვილად იყო ცივილიზებული ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი მოიტანა ჩვენ კულტურაშიც, მაშინ კარგი იყო საქართველოსთვის. როცა ირანი უფრო ეხლა როგორც ავტორიტარულ რეჟიმზე ან იმპერიულ ამბიციებით ისა, მაშინ იყო ცუდი საქართველოსთვის. ესე იგი ჩვენზე მოქმედებს ირანის შიდა მოვლენები და ადამიანურად ცხადი არის, რომ ძალიან მოქმედებს, როცა უყურებთ თუ რა ხდება და უკვე რა რაოდენობის სხვერპლი არის ირანში. ამიტომ ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც მგრძნობიარება ყველაფერზე არის. მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება მითითებებს რუსეთიდან იღებს. მისივე თქმით, ამის დასტური იყო მითების შექმნა ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტზე და ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერება. ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზეც ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს. გამძლეობა, რაც აჩვენა საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ 400 უკვე 11 დღე გავიდა და მეტიც, იმიტომ ჩვენ თუ დავიწყებთ დათვლას და ათვლას იმ დღიდან, როცა დაიწყო პირველი პროტესტი იმის მიმართ, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვშორდებოდით და მერე ჩქარა ევროპულ ორიენტაციისგან, ეს არის მაჩვენებელი იმისი, რომ ძალიან თვითშეგნებული არის ეს საზოგადოება, ძალიან ფრთხილი, იმიტომ რომ ჩვენ გვევალება სიფრთხილე და ამავე დროს ძალიან მიზანმიმართული და მე მგონი, რომ ის ლოზუნგი, რაც არსებობს, რომ ბოლომდე არის რეალურად ის, რაც დევს ყველა ქართველში და რაც ძალიან გვაიმედებს. სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელს ქართულმა ოცნებამ არჩევნებიან რეფერენდუმი ჩანიშნოს. მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ეს საქართველოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ერთი მხრივ გამოწვევა, მეორე მხრივ კი კონსოლიდაციის მორიგი შანსი იქნება. მოვლენებზე იქნება უფრო დამოკიდებული, იმდენად, რამდენადაც რა მოხდება, წავა ივანიშვილი უცებ ერთ დღეს და არავინ აღარ დარჩება, რაც გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ რეალურად ამ გუნდში უკვე აღარავინ აღარ არის, ვისაც შეუძლია რომ აწიოს რეჟიმი. მეორეც მხრივ შეიძლება თვითონ დანიშნონ არჩევნები, იმიტომ რომ ჩათვლიან, რომ აი ჩვენ შევძლებთ და რაღაცნაირად კონსოლიდაციას ამითი მოვახდენთ და ეს იქნება ალბათ ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაც და შანსიც. და კიდევ შეიძლება მოხდეს ისეთი ნელისვლით ჩამოშლა, ან შეიძლება რეფერენდუმი ჩანიშნონ და ესეც იქნება გამოწვევა და შანსი, რომ ჩვენ შევკრათ ეს წინააღმდეგობა. სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში 12 იანვარს გაემგზავრა ის გუშინ სიტყვით გამოვიდა ფორუმზე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანიც ესწრებოდა. მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.